დასაქმების თემა GDS დილაში გრძელდება. IDOG ეს არის ახალი პროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ახლებურ პრაქტიკას ნერგავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ადამიანური რესურსის უკმარისობას და უმუშევრობის პრობლემას ერთად ებრძვის და რაც ყველაზე მთავარია, დასაქმებულებს თავაზობს თავისთვის ხელსაყრელ გრაფიკს, ანუ შეიძლება მთელი დღე არ ეცალოს ადამიანს და ამ შემთხვევაშიც გარკვეულ კომპრომისზე მიდის ეს საიტი და თვითონ ეს პროგრამა. ასე რომ მოდი ვნახოთ სოფო ფხაკაძის სიუჟეტი, საიდანაც ბევრ საინტერესოს გაიგებს ეჭვი მაქვს ჩვენი მაყურებელი. ქვეყანა დასაქმდა მე მგონი ყველა საერთოდ. ნახოთ სიუჟეტი. სოციალური კვლევების თანახმად ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობა ქართული საზოგადოებისათვის უმთავრესი პრობლემაა. უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, საქართველოში უმუშევრობის დონე თითქმის 15% შეადგენს. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზას www.idog-ის დამფუძნებელი შოთა მეგრელიშვილი გვთავაზობს. დაახლოებით გაჩნდა იდეა წელიწადნახევრის წინ, როდესაც მივხვდი, რომ თქვა ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს სამსახური და ეძებს სამსახურს. და ამავე დროს არის კომპანიები და კერძო პირები, ვისაც ჭირდება პროფესიონალი კადრი ან უბრალოდ რაღაც კონკრეტული საქმის შემსრულებელი და ვერ პოულობს ადამიანურ რესურსს. IDOG ეს არის დისტანციური დასაქმების პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ახლებური უცხოეთში აპრობირებული პრაქტიკის დანერგვას. პროგრამა ხელს შეუწყობს უმუშევრობის და ადამიანური რესურსების უკმარისობის პრობლემის მოგვარებას. სტუდენტებისთვის მარტო არ არის, თუმცა სტუდენტები ალბათ მოიაზრებიან, რომ იქნებიან ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ანუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სტუდენტები ჩაერთვებიან, იმიტომ რომ შედარებით უფრო აქტიურები არიან და ინტერნეტს კარგად იცნობენ, თუმცა გვაქვს დიდი იმედი, რომ ყველა ასაკის ადამიანი ჩაერთვება საბოლოო ჯამში ამ პროექტში და იქნება სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. საიტი თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებასაა ამორგებული. აქ ნებისმიერი მსურველი საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსებიდან გამომდინარე ათავსებს მომსახურების წინადადების შემცველ განცხადებას. განცხადების ავტორი კონკრეტულად აღწერს მომსახურების მოცულობას და საშუალება აქვს სასურველი ანაზღაურება წინასწარ დააფიქსიროს დამსაქმებელთან. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი შემოდის საიტზე და ხედავს, რომ მისთვის სასურველი მომსახურების სფერო არ არის ასე ვთქვათ ამოწურული, ან ჭირდება რაღაც ძალიან სპეციფიური შესრულება, მასაც აქვს საშუალება დადოს ვაკანსია. სასურველი პროფესიით მუშაობის შესაძლებლობასთან ერთად შემსრულებელს შეუძლია იმუშაოს თავისუფალი გრაფიკით. დამსაქმებელს დიდი დრო არ ეკარგება. მას საიტზე შესვლისთანავე საშუალება აქვს, რომ მომსახურება დისტანციურად, ხელსაყრელ ფასად მიიღოს. თავისუფლად შეგიძლია შეუთავსოს სამსახურს, რადგან თავისუფალი ხარ გრაფიკში, თუ თავისუფალი დრო გაქვს და ეს დრო გინდა აქციო ფულად, ამისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ბაზარი თვითონ დაარეგულირებს, ვინ არის კარგი შემსრულებელი და ვინ არის კარგი დამკვეთი. შესაბამისად, ხარისხიანი და სანდოობის მომენტი ამ საიტზე ყველაზე უფრო კარგად იქნება წარმოჩენილი. საიტი IDOG თითქმის 3 კვირაა, რაც ინტერნეტში ჩაიშვა. თუმცა აქ უკვე 200-მდე განცხადება აიტვირთა. რუსუდან ფიცხელაური ერთ-ერთი პირველია, ვინც საკუთარი განცხადება განათავსა IDOG საიტზე. ის პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერია. როგორც ამბობს საიტის შესახებ, Facebook გვერდზე განთავსებული პოსტის საშუალებით გაიგო. დაინტერესდა და დამკვეთ სახლიდან ინტერიერის დიზაინზე მუშაობას თავაზობს. გავიგე ამ საიტის შესახებ და გადავწყვიტე განმეთავსებინა ჩემი განცხადება. ზოგადად იდეა ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არსებობს ესეთი საიტი აქამდეც, ანუ ეს არის უბრალოდ ქართული ანალოგი და ძალიან კარგი საიტი არის და ველოდები გამოხმაურებასაც. საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს მსოფლიოში დანერგილი თანამედროვე მეთოდი. დასაქმების დისტანციური საიტი სასურველი სამუშაოს პოვნას გაუმარტივებს. მე მგონი ფანტასტიკური შესაძლებლობაა ყველა ადამიანისთვის. გადასარევი, არა მარტო ერთი თანამდელი სიახლე გამოაცხადეთ დასაქმებაზე და ნუ ზიხარ სახლებში.